მოგესალმებით. დღეს კონკრეტულად ერთ მედიასიაბანდობაზე უნდა გელაპარაკოთ. მეგობრებო, რუსთავი 2-ში მხოლოდ ხუთოსნები მუშაობენ. ამაში დავწუნდი, როცა მათ ტელევიზიის ოფისში გაჩენილი ხანძრის დროს პირდაპირ ეთერში ერორელების მუშაობას უყურე. მაგრამ მოდით ცოტა შესავლით დავიწყოთ. ერორი თავდაღმა მიექანება. მაყუთი არა აქვთ? სადმა ფული მეგობრებს ფლობელს მოქალაქეობა ჩამოართვეს. იმიტომ რომ მე ვარ დებილი. არ უნდა შევწუნიყავი ჩემს აღზრდას უნიყავი და ჩემს ოჩვიდან უნდა მესვენა მაგიჯობდა ყველაფერს. და ხანძარიც გაჩნდა. ცხადია, ერორს რუსთავი 2-ს ძალიან აწყობდა, რომ ამ ხანძარს შთაენთქა ტელევიზია, რომელსაც მალე უხეირო მენეჯმენტი და საშინელი პოლიტიკური ანგაჟირებულობა ისედაც დედას უტირებს. ამიტომაც რუსთავი 2-ელმა პატარა პანიკა დადგეს. მართალია, როგორც მე გაირკვა, რუსთავი 2-ში არაფერი არ დამწვარა, მაგრამ დაძაბულობა იყო. სახანძრო საჯარი რატო არ მოდის? სახანძროს ნომერი მითხარი. ეს ყოველივე, ეს პანიკა, რომ უხეირო დადგმა გახლდათ, აი ამ კადრიდან ჩანს. ეს კი არის რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის კურიერის სამუშაო ოთახი, სადაც ახლა ძლიერი კვამლია, თუმცა ჩვენი თანამშრომლები აქ მაინც იმყოფებიან. და სწორედ აი აქ დავწუნდი, რომ რუსთავი 2-ში ყველა ხუთოსანია. შეკაი ადამიანო, მოტყუება თუ გინდა, ვიწვიდ და დედა გვეტირაო. ცოტა ხარისხიანად მომატყუე რა. ან აი ვითომ კვამლიან სტუდიაში კამერით ნუ იჭყიტები, ან აი დიმაუშკა გაუშვი წინასწარ, მაგრამ ხუთოსანი იყავი სკოლაში და რა იცი შენ დიმაუშკა. ეს ყოველივე ერთ ძველ და ცოტა უხამს ანეკდოტს მაგონებს, რომელიც უნდა მოგიყვეთ. ესე იგი, ეზოში დომინოს კაცების ხედან და დომინოს აჭახუნებენ. მე-10 სართულიდან ქალი გადმომდგარა ბალკონზე და უყვირის. და დიდხანს უყვირის. რა და ბოლოს ერთი კაცი აიხედავს ეს დომინოს კაცი და ქალბატონო, როგორ უნდა კაცო, თქვენ აქ პირველზე ვარ, თქვენ მე-10-ზეო და ხალი ცოტა პაუზის დაჭერის შემდეგ ჩამოვალ! აი დაახლოებით ასეთ დღეშია რუსთავი 2, რომელსაც კი უნდა რომ, მაგრამ ჩამოსვლაც ეზარება. მომავალ შეხვედრამდე.